ძალიან რთული დავალება მივეცით ჟიურის ამეთანხმება ალბათ ერკლი იმიტომ რომ ერთი რომ ამდენი მონაწილე არ ყოლია არასდროს აქედან გამომდინარე ძალიან რთული იყო ამდენ მაგიდასთან მისვლა რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება ეს ერთი მეორე გადაწყვეტილების მიღებას ერთი ჩემ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რომ ეს უბრალოდ სიმბოლური ნაწილი არის ჩვენ არ უყურებთ იმას რომ გამარჯვებული და თქმა დამარცხებული ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ აღნიშნა იმისი რომ ჩვენ ყველანი ვართ გამარჯვებულები და თქვენის ნებართვით სიტყვას გადავცემ ჟიურის წარმომადგენელს რომელიც ყველას მობრძანებისთვის ესეთი მასშტაბი არ გვინახავს და იმედია რომ მომავალ წელსაც იგივეს ვიტყვით მადლობა ყველა მჭედელს იმიტომ რომ ასეთი კონკურენცია და ასეთ სანერვიულო საქმე გვიმრავლოს ღმერთმა ერთმა ჩანაწერისთვის ძალიან საინტერესო სია მიჭირავს ხალხში ვინაიდან ჩვენ პირველად გვყავს უცხოელი ოსტატებიც და მათ შორის არიან გამარჯვებულებიც მინდა რომ ორენაზე წავიკითხო ჩვენი ნომინაციები საუკეთესო ხელოვნების ნიმუში Best Art Tonu Araki გადაეცემა სერტიფიკატი ასევე სიმბოლური ჯილდო ესეთი ნაკეთობა და ასოციაციისგან პოლანდის სხვადასხვა პოლანდები ასევე ჯინო პერენდაისი გადასცემს ორკაციან მოსაწვევს საუკეთესო დასაკეთსი დანა მოსიძე ლევანი საუკეთესო სანადირო დანა თუნდუა კონსტანტინე Best დანა ტრადიციულ სტილში Bakraze Irakli. Best knife on traditional style. Debut actia პირველად მონაწილეობს შოუში და მოკლედ წარმატებული. საუკეთესო ხმალი Best sword. ჯალაღანია თეიმურეს. Isso Sadrevale, Best Dageo. Petrosიანი, Smeri Shalvada, Asper. საუკეთესო აღჭურვილობა ტრადიციულ სტილში. Best equipment and traditional style. Dan Luis Legal. Alokovis Isak. Wer meint eines noch? Წლის ინოვაცია Innovation of the Year კახა მუხრანელი ვინაიდან შოუ საუკეთესო არის ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული ბოლოს გამოვაცხადებთ მანამდე ჩვენ გვაქვს ორი დამატებითი ნომინაცია, რომელიც თავად ასოციაციამ დააწესა. ეს არის წლის აღმოჩენა
და ამ ნომინაციაში გაიმარჯვა ზვიან ჯანჯღავა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ მონაწილეობს ზვიანი ჩვენთან ადგილს უკვე წლებია, მისი ასე თქვა ნაკეთობა განაპირობა და სახელმწიფო დაგვანახა. გვაქვს ნომინაცია სფეროში შეტანილი წვლილისთვის და აქ რო ვუყურებ ძალიან ბევრი კანდიდატი არის, თუმცა ამ შემთხვევაში ასე თქვა არჩევანი გავაკეთეთ უფრო მომავალი თაობის აღზრდასთან დაკავშირებით და აქ ვფიქრობ, რომ შეუპასებელია და არა მარტო ზაქარია ბაკურაძის როლი ამ სფეროში. იგი დადგა შოუ საუკეთესოს. Best of show. The moment of truth. Veronique Loret. კოლექციონერთა ასოციაციის სახელით მინდა მომავალ ოქტომბრამდე ნაგებშვიდობოთ, თუმცა მანამდე სურპრიზებს შემოვთავაზებთ სხვა მიმართულებით, თუმცა შოუ ისევ ტრადიციულად ჩატარდება ოქტომბრის მეორე ნახევარში და თბილისი ისევ გახდება ოსტატ მეიარაღეთა თანამედროვე და ისტორიული თავშეყრის ადგილი. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე შევძლებ ახალი კატალოგის გამოცემას და ასევე გამოფენით გაკეთებას თქვენი ყველას მხარდაჭერით და გვერდჩინობით. მადლობა ყველას დღეს მოსვლისთვის.